მოგესალმებით მორიგი საინტერესო ვიდეოთი. ეს არის ჩემი ტვინის გაციფრულების ეპიზოდი ნომერი 2. წინა ვიდეოში დავაყენეთ Obsidian-ი, ასევე დავაკავშირეთ ჩვენი cloud code Obsidian-ს და ალბათ გემახსოვრებათ ის 3 წერტილი, 3 დოკუმენტი, რომელიც მაშინ შევქმენი. ამ ვიდეოში გაჩვენებთ სადამდე მივიყვანე Obsidian-ი და ასევე დავიწყე მუშაობა ჩემს Agentic OS-ზე. აგიხსნით რა არის ეს, რაში შეიძლება რომ თქვენ გამოიყენოთ და ბოლოში გაჩვენებთ ისეთ რამეს, რაც არც ერთ სხვა ვიდეოში მე პირადად არ მინახია. ჩემი ციფრული ტვინი თვითონვე ხვდება თუ აქვს მას დაზიანება და თვითონვე იკურნება. ამას უკვე ვიდეოს მსვლელობისას გაჩვენებთ. ასე გამოიყურება ჩემი Obsidian-ის პროგრამა დღეს. როგორც ხედავთ, მაქვს შექმნილი ფოლდერებში ქვეფოლდერები, ასევე უამრავი დოკუმენტია აქ, რომელიც შექმნილია. ასე გამოიყურება ჩემი Neiro Excel-ი, ანუ ეს არის დოკუმენტების ბაზა, რომელიც დაკავშირებულია ერთმანეთთან. ზუსტად აქ მქონდა მხოლოდ 3 თუ 4 ფაილი შექმნილი წინა ვიდეოს ბოლოს და უკვე აქამდე მოვედი. როგორც ხედავთ, აქ მაქვს ჩემი სერვისების შესახებ ინფორმაცია. ასევე მაქვს შექმნილი Startup Hub-ი, ანუ ყველა ის ახალი პროექტი, რომელზეც მინდა რომ ვიმუშაო. ასევე მაქვს ყველა სესია შენახული აბსოლუტურად. თუმცა ამ ყველაფერს რა თქმა უნდა დასჭირდება დამატებითი მუშაობა, რომ ამ ყველაფერმა სწორად იმუშაოს. ახლა კი გადავიდეთ უკვე Cloud Code-ში. აქ ჩანს ყველა ის custom კომანდი, რომელიც მე შევქმენი Cloud-თან ერთად, რომლებიც დაფუძნებულია Obsidian-ის დოკუმენტებზე. ყველა კომანდი ამ ეტაპზე ეშვება მანუალურად, თუმცა რაღაც მომენტში, როდესაც მივხვდები, რომელი კომანდები მჭირდება, რომ ავტომატურ რეჟიმში ეშვებოდეს, ამ ყველაფერს გავაავტომატიზირებ და საჭირო კომანდები გაეშვება ავტომატურ რეჟიმში. მაგალითად, პირველი კანდიდატი ავტომატურობის არის brief-ი. რა შვება brief-ი? brief-ი ყოველ დილას brief-ავს, ასე ვთქვათ, პატარა briefing-ს ვატარებ Cloud-თან ერთად. დილის brief შეუძლია ჩაიხედოს ჩემ კალენდარში, გადახედოს email-ებს, შეიხედოს ჩემს CRM-ში და მითხრას რომელიმე კლიენტს თუ ჭირდება follow-up-ი ან ასე შემდეგ. მითხრას ის time zone-ები, როდესაც უნდა დავრეკო ამერიკაში. ასევე Startup Hub-იდან თითოეულ პროექტს რა ჭირდება. ასევე შევქმენი 2 სამუშაო კომანდი, wrap კომანდი და catch-up კომანდი. wrap კომანდი იღებს Cloud-ის სესიას და აქცევს მას მოკლე დოკუმენტად. შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ Cloud-ის ახალი სესია და catch-up კომანდით ჩავტვირთოთ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც წინა სესიაში გვქონდა. ასევე მაქვს Note-ების კომანდი. Note-ი არის უბრალოდ იმისთვის, რომ პატარ-პატარა Note-ები შევინახო. ეს შეიძლება იყოს გარკვეული ფიჩერი რომელიმე პროდუქტისთვის, უბრალოდ იდეა ახალი სტარტაპისთვის, ან ასე შემდეგ. შემდეგ მაქვს Sales Pipeline-ის კომანდები. მაქვს ახალი ლიდების მოძიების კომანდი, ლიდების CRM-ში გადატანის კომანდი, Call Prep-ი, რომელიც მამზადებს ჩანიშნული შეხვედრისთვის, Call-Log-ი, რომელიც ინიშნავს შეხვედრაზე ნასაუბრებს აკითხებს და შეუძლია პატარა დოკუმენტად გადააქციოს ისინი, Proposal კომანდი და Demo კომანდი. Proposal და Demo კომანდები ასე თუ ისე ერთად მუშაობს. Demo ქმნის კლიენტისთვის demo ვერსიას იმისას თუ რასაც მე მას ვთავაზობ. ეს შეიძლება იყოს ვებსაიტი, შიდა სისტემა, აპლიკაცია ან რამე სხვა. Proposal-ი კი ქმნის ამ ყველაფრის პრეზენტაციას. შემდეგ მაქვს Client Lifecycle კომანდები, კლიენტის onboarding-ი, invoice-ის გაგზავნა, monitoring-ი და MRR-ი. შემდეგ გვაქვს Content Engine-ი, ჩემი სოციალური ქსელებისთვის. Content Batch-ი, Stats, Feedback-ი და Inbox-ი. Inbox-ი ისევ და ისევ უყურებს ჩვენს Gmail-ს და შეუძლია რომ ბოლო 4 დღის ახალი email-ები ამოიღოს და დაწეროს პასუხი თითოეული email-ისთვის. Feedback command შეუძლია გადახედოს ჩემს მიერ დადებულ კონტენტს და გააკეთოს ანალიზი იმისა თუ რა მუშაობს და რა არ მუშაობს. Stats მიბრუნებს ყველა ვიდეოზე ნახვების რაოდენობას, ლაიქებს, კომენტარებს და ასე შემდეგ. Content Batch-ი კი ქმნის დრაფტებს ყველა ჩემი სოციალური ქსელისთვის. მუშაობს ორნაირად, შეუძლია იდეები თვითონ მომაწოდოს, ან ჩემი ვიდეოს იდეა აქციოს YouTube ვიდეოს სკრიპტად, ან შექმნას კარუსელი TikTok-ისთვის და Instagram-ისთვის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გზადაგზა დაიხვეწება.
და ბოლოს მაქვს თვითონ Agentic OS-ის maintenance-ის ნაწილი Doctor, Tune, Weekly, SOP და Speak. Speak ამ ეტაპზე არ მუშაობს, თუმცა შემდეგ ვიდეოში ან ბოლო ვიდეოში, მეოთხე ვიდეოში უკვე ჩვენი Agentic OS შეიძლება რომ გვესაუბროს, ამასაც გაჩვენებთ, როგორ შეიძლება რომ ეს ფუნქციონალი გამოიყენოთ. შემდეგ გვაქვს SOP. SOP ზოგადად ნიშნავს Standard Operating Procedure Documents. მაგალითად, გამოიყენება ხშირად რესტორნებში, სასტუმროებში, თითქმის ყველა ბიზნესში არსებობს გარკვეული ტიპის SOP-ები, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად თუ მოვიდა ახალი კლიენტი, როგორ ხდება მისი onboarding-ის პროცესი. ამ SOP-ში იქნება გაწერილი ყველაფერი, რაც ახალი კლიენტის onboarding-ისთვის არის საჭირო. ეს არის მზა დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია უკვე ახალი თანამშრომლები დავატრენინგოთ, ან ისევ AI-ს მივცეთ და AI-მ განახორციელოს ეს ყველაფერი. ასევე გვაქვს Weekly კომანდი, Tune კომანდი და Doctor კომანდი. ზუსტად ეს Doctor კომანდი არის, რომელიც Agentic OS აძლევს საშუალებას, რომ თავის თავს უმკურნალოს. ამ ყველაფრის მენეჯმენტისთვის ვიყენებ, რა თქმა უნდა, Git-ს. ყოველ ჯერზე, როდესაც ხდება ამ დოკუმენტების განახლება, ვინახავ ყველაფერს Git-ის ხეზე და ნებისმიერ დროს რომელიმე დოკუმენტი თუ წაიშლება, ან გაქრება, ან ასე შემდეგ, ან შევცვლი კომპიუტერს, კომპიუტერი გამიფუჭდება, ნებისმიერ დროს შემეძლება, რომ სრულად ჩემი ყველანაირი დოკუმენტი ავიღო და გადავიტანო ახალ კომპიუტერზე, ან აღვადგინო ძველი. ეხლა კი უკვე გაჩვენებთ, როგორ მუშაობს რეალურად ეს ყველაფერი. საჩვენებლად გამოვიყენებ ამ ორ კომანდს, ეს არის new leads კომანდი და push leads კომანდი. აქვე გახსნილი მაქვს ჩემი CRM-ი. CRM-ისთვის ვიყენებ close.coms. იმისთვის, რომ ჩემმა Agentic OS-მა იმუშაოს, ჩემი Agentic OS-ის დირექტორიაში დავსტარტავ close და აქ გავუშვებ /new leads კომანდს. როგორ მუშაობს new leads კომანდი? კომანდის შემდეგ ვწერ ქალაქს, მაგალითად ქუთაისი, დავწერ ბიზნესების კატეგორიას. მაგალითად dental clinics ჩავწერ ამ ეტაპისთვის, ანუ მოძებნის ქუთაისში dental clinic-ებს. ამ ეტაპზე new leads-ი აწყობილი არის კონკრეტულად ვებსაიტების შეთავაზების მიმართულებით. რას აკეთებს ახლა ეს კომანდი გაშვების დროს? პარალელურად გავუშვებ. New leads კომანდი ეძებს ამ ეტაპზე ქუთაისში Google API-ის საშუალებით dental clinic-ებს. შემდეგ ამოწმებს, აქვთ თუ არა მათ Google Business Profile-ზე დამატებული ვებსაიტი. თუ არ აქვთ, ეს ავტომატურად გადადის leads-ში. შემდეგ თუ აქვთ ვებსაიტი დამატებული, ხსნის ამ links და ნახულობს, რა არის რეალურად ვებსაიტის linkზე. თუ არის Facebook-ი დამატებული ან სხვა სოციალური ქსელი, ესეთ ბიზნესსაც ამატებს ლიდების სიაში ავტომატურად. თუ დომეინი არის პარკინგზე, მაგალითად ამ შემთხვევაში აი ესეთი ვიზუალი აქვს, ამასაც ამატებს ავტომატურად ლიდების სიაში და ასევე თუ შევიდა ვებსაიტზე, გადახედავს ამ ვებსაიტს და თუ ფიქრობს, რომ ვებსაიტი არის მოძველებული და შეიძლება მისი განახლება, ასეთი ტიპის კომპანიებსაც ამატებს ლიდების სიაში. ქუთაისში იპოვა 60 ბიზნესი, ანუ დეფაულტად 60 ბიზნესზე ეშვება, ანუ 60 ბიზნესს პოულობს მხოლოდ. აქედან 52 დააკვალიფიცირა როგორც პოტენციური ლიდი, 39-ს არ აქვს ვებსაიტი, 12-ს აქვს ვებსაიტი, თუმცა ვებსაიტის ლინკზე ჩაბმულია სოციალური ქსელის ლინკი, მაგალითად Facebook-ი, ხოლო 1-ს აქვს დომეინი ჩაბმული, თუმცა ვებსაიტი არ მუშაობს. შემდეგ შემიძლია გავუშვა კომანდი push leads. როგორც ხედავთ, ჩემს CRM-ში ამ ეტაპზე არის მხოლოდ 65 ლიდი. იმის შემდეგ, რაც გაიშვება ეს კომანდი, 52-ვე კომპანია, რომელიც ეხლა ვიპოვეთ, დაემატება ჩემს CRM-ში. დავალოთ ამის გაშვებას და უკვე გაჩვენებთ, რა შედეგს მივიღებთ CRM-ში. ამ ეტაპზე მაინც ვუყურებ ყველა კომანდს, რასაც კლოდი უშვებს, თუმცა რაღაც მომენტში მოხდება ამ ყველაფრის სრულად ავტომატიზირება. როგორც ხედავთ, დაემატა ლიდები CRM-ში. ამ შემთხვევაში ვნახავ ერთ კომპანიას, რომლის ვებსაიტზეც გითხრა, რომ ვებსაიტი გაფუჭებული ან არ მუშაობსო. ეს იყო Spart Dental. გადავიდეთ ვებსაიტზე, ვნახოთ რა ხდება და როგორც ხედავთ, ნამდვილად
ვებსაიტი აბრუნებს 404 requests, ანუ კომპანიის დომენი აქვს, თუმცა არ აქვს ვებსაიტი და ასევე ვნახავ კიდევ ერთ leads, რომელზეც მიჩვენებს, რომ აქვს ვებსაიტის მაგივრად სოციალური ქსელი მითითებული, ეს იყო Art Dental House-ი, რომ გადავიდეთ Google Maps-ის listing-ზე, როგორც ხედავთ, ვებსაიტის ადგილას გვიჩვენებს Facebook-ის links. ანუ საბოლოოდ რა არის ეს Agentic OS-ი? ChatGPT-ს ან Claude-ს თუ დავუსვათ შეკითხვას, ის გაგცემთ პასუხს. ასევე გავიარეთ წინა ვიდეოებში რა არის ზოგადად AI აგენტი. აგენტი არის ავტომატიზაცია, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად შეასრულოს დავალებები. ხოლო Agentic OS-ი არის სისტემა, სადაც AI აღარ არის უბრალოდ არც ჩატი და არც რაღაც გარკვეულად ერთი AI აგენტი. Agentic OS-ი ცხოვრობს ჩვენ კომპიუტერზე და ფიქრობს ჩვენთან ერთად, მუშაობს ჩვენთან ერთად. მას აქვს თავისი მეხსიერება. ჩვენ შემთხვევაში მეხსიერებისთვის ვიყენებთ ზუსტად Obsidian-ს. მას აქვს გაწერილი წესები, ინსტრუქციები, როგორი მუშაოს, ასევე აქვს უამრავი ხელი, ჩემგან განსხვავებით, მე მარტო 2 მაქვს. მას აქვს გაწერილი ბრძანებები, რომელიც წერან გაჩვენეთ, ეძებს ლიდებს, იწერს ნოუთებს, ქმნის კონტენტს და ასე შემდეგ. რატომ ეძახიან ამას OS? OS-ი არის რეალურად operating სისტემა, მაგალითად Windows-ი ან macOS-ი. Windows-იც და macOS-იც რეალურად მართავენ აპლიკაციებს, ხოლო Agentic OS-ი მართავს იმ ყველა ფუნქციონალს, რომელსაც ჩვენ მას მივცემთ. რა გააკეთოს delete, როგორ დახუროს დღე, მოიციოს ახალი კლიენტები, ლიდები და ასე შემდეგ. როგორც გაჩვენეთ, კომანდები, დილას ვუშვებ რაღაც კომანდს, ის კითხულობს, სად გავჩერდით გუშინდელი დღის დასასრულს. მეუბნება რა არის დღეს გასაკეთებელი. ეს აღარ არის უკვე ასისტენტი, რომელსაც ყველაფერს თავიდან უხსნი, როგორც AI აგენტის შემთხვევაში გვაქვს ძირითად შემთხვევებში. ეს არის უკვე თანამშრომელი, რომელიც ყოველდღიურად ჩვენთან მუშაობს და არა კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც მას რაღაცას დავავალებთ. ეს არის ჩემი Agentic OS-ი და Fablis ეს უფასო რამოდენიმე დღე ზუსტად ამ Agentic OS-ის შესაქმნელად გამოვიყენე. დასასრულისთვის გემახსოვრებათ ალბათ, პირველ ვიდეოში აქონდა მხოლოდ 3-4 წერტილი. დღეს გვაქვს აი ამდენი და აქ არ ვაპირებ არანაირად გაჩერებას. შემდეგ ვიდეოში ჩვენს Agentic OS უკვე შევქმნი visuals, ანუ მექნება პატარა dashboard-ი, საიდანაც ამ ყველაფერს გავაკეთებ. ამ dashboard-ში მექნება ჩაშენებული უამრავი რაღაც, იყო Google კალენდარი, ტერმინალსაც ჩავაშენებ და ასე შემდეგ. თუ გინდათ ნახოთ, როგორ შევასხავ ამ ჩემს ციფრულ twins ვიზუალურ მხარეს, არ დაგაუწდეთ არხის გამოწერა, დალაიქეთ ეს ვიდეო, თუ გაქვთ შეკითხვა დააკომენტარეთ და შევეცდები ყველას გიპასუხოთ. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებები.